საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში ამ წუთებში შეელოდებიან, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ის დაახლოებით 3 საათისთვის უნდა ჩამოვიდეს ადგილზე. ამის პარალელურად კი მაყურებელს ვეთქვი, რომ ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, ასევე ზუგდიდში უკვე 45 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სწორედ ამ კადრებს გაჩვენებთ ახლა პირდაპირ ეთერში. მოქალაქეები შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ. გაშლილი არის საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ელოდებიან, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. იქნება ასე თქვით მიმართვაც ასევე სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის მსვლელობა ზუგდიდის ქუჩებში, მაგრამ სანამ მეხუთე პრეზიდენტი ადგილზე მოვა, მანამდე გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს. გიორგი თოდუა იმყოფება ჩემს გვერდით, ველოს ზუგდიდის ოფისის წევრი. ბატონო გიორგი, დღეს ველოდებით სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, რასახის ვიზიტი იქნება და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა გაჟღერდება ზოგადად დღეს ამ აქციაზე? ძალიან სასიხარულოა ქალბატონი პრეზიდენტის ჩამობრძანება ჩვენს ქალაქში. ის გახლავთ საქართველოს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი, ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ლიდერი. ამავე დროს დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი და ავაშენოთ ძლიერი ევროპული და განვითარებული ქართული სახელმწიფო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი თოდუას უსმენთ პირდაპირ ეთერში. აქციის კიდევ ერთ მონაწილე სამოქალაქო აქტივისტ ლიკა როგავას მინდა რომ გავესაუბროთ. ლიკა, თქვენს უწყვეტად იმყოფებით ამ საპროტესტო აქციებზე, თუმცა ერთადერთი განსხვავება დღეს ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩამოდის დღეს აქ. რა გზავნილია ზოგადად თქვენთვის და რა მოლოდინები გაქვთ ზოგადად ამ აქციებისგან და უშუალოდ პრეზიდენტისგან? პირველ რიგში მივესალმები მის ნაბიჯს, რომ საქართველოსთან იწყებს რეგიონების ტურნეს, ასე ვთქვათ, და ამერიკაში წასვლამდე ჩვენთან ჩამოდის. ეს არის ჩვენთვის ხარდაჭერის მაგალითი და იმის მაგალითი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, რომელიც ყავს ქალბატონი პრეზიდენტის სახით, ჩვენთან იმყოფება. ეს არის ჩვენი ხარდაჭერაც, ეს არის მისი ლეგიტიმურობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და ის, რომ ის არის მედიატორი ჩვენს დასავლურ ცივილიზაციასთან, რომელსაც ასევე სწრაფით 45 დღეა იმისთვის ვიბრძვით, რომ დასავლეთი და ევროპა დავიბრუნოთ და დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას თურმე ევროპა აღარ სჭირდება, მაგრამ ჩვენ მას არ დავუთმობთ და სწორედ ამის დასტურია მისი ეს ნაბიჯიც, ქალბატონი სალომეს ჩამოსვლა და მანამ სანამ საჭირო იქნება ვიდგებით აქ და დარწმუნებული ვარ იმაზე მალე გავიმარჯვებთ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ძალიან დიდი მადლობა. ლიკა როგავას აქციის კიდევ ერთ მონაწილეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. როგორც მისგან მოისმინეთ, ერთადერთი ლეგიტიმური წარმოადგენელი ამ ადამიანების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის დღის მდგომარეობით არის სწორედ სალომე ზურაბიშვილი. ის ტურნეს რეგიონულ ტურნეს იწყებს სწორედ ზუგდიდიდან და სწორედ ამის შემდეგ უკვე დაიწყება მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ვიცით, ჯო უილსონის მიწვევით ის დაესწრება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას. ხოლო დღევანდელ გეგმას რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილი დაახლოებით 3 საათისთვის ჩამოვა ზუგდიდში, იქნება სიტყვით მიმართვები და ამის შემდეგ უკვე გაგრძელდება საპროტესტო აქცია მსვლელობის სახით ზუგდიდის ქუჩებში. მადლობა დავით მანიას, რომელიც ზუგდიდიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.